გამარჯობა. ჩვენ დიდი ხნის პაუზის შემდეგ კვლავ ხვდებით ერთმანეთს. ძალიან საინტერესო თემით, ძალიან მრავლის მომცველი თემით და თემით, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს, საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა აღელვებდეს. თემით, რომელიც ერთი გადაცემით არ მოიწურება. თემით, რომელზეც ჩვენ უკვე რამდენიმე ვიდეოში ვისაუბრეთ. თემა, რომელსაც ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ და მე ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვევ სპეციალისტებს. დღეს კი მე შემოგთავაზებთ ერთგვარ შესავალს და მოსამზადებელ კურსს იმ თემაში, რომელსაც ჩვენ ისე ვიმეორებ აუცილებლად განვიხილავთ მომავალში სპეციალისტებთან ერთად. ფაქტია, რომ დღეს მომატებული რისკების გარემოცვაში ვცხოვრობთ. ცხოვრება დღეს როგორც არასდროს თითოეულ ჩვენგანს გამოცდებს უწყობს. თითოეულ ჩვენგანს არასვენებს კითხვა რა იქნება ხვალ, როგორ იქნება ჩვენი შვილების, შვილიშვილების მომავალი, როგორ იქნება პლანეტა. იქნება თუ არა და თუ იქნა როგორ გადავიტანთ შემდეგ პანდემიას. გაანადგურებს თუ არა ეროვნულ სახელმწიფოებს უკონტროლო მიგრაცია. დაიწყება თუ არა მესამე მსოფლიო ომი და როგორი იქნება ის. რას გვიქადის ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა არის ისეთი, რომელიც დღეს ჩვენ გვაწუხებს. რა ჩამოთვალე, ყველაფერი ასე თუ ისე ადამიანზეა დამოკიდებული. მალე გამოჩნდება, რამდენად მართალი იყო კარლ ლინეუსი, რომელმაც ადამიანის სახეობას ლათინური დასახელება მისცა. Homo sapiens, ადამიანი მოაზროვნე. მაგრამ არის მოვლენები, რომლებზეც გავლენა ადამიანს არ ძალუძს. ჩვენი პლანეტა სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელო ნაწილაკია, თუ ჩავთვლით, რომ მილიარდობით გალაქტიკა, მილიარდობით გალაქტიკაში ტრილიონობით მზის სისტემა და ამ ტრილიონობით მზის სისტემიდან ერთ-ერთის ნაწილი ვართ ჩვენ. ჩვენი გალაქტიკაც კი ვერ მიხვდება, რომ რაღაც დაკარგა. ჩვენი პლანეტის დაკარგვითობა. მთელი მზის სისტემაც რომ შტაინდკას რამე თქვათ იგივე გიგანტური შავი ხვრელის მიერ დიდი არაფერი დაეთყობა ჩვენს გალაქტიკას. გაქრება ყველაფერი, რაც აქამდე ადამიანს შეუქმნია ეგვიპტური პირამიდებიდან დაწყებული და ჩინეთის კედლი დამთავრებული. თითქოს არც კი უარსებიათ შექსპირს, გოეთეს, რუსთაველს, ლეონარდოს, თითქოს არც კი გამოუგონებიათ ინტერნეტი და კოსმოსური ხომალდები. არ ყოფილა უამრავი ენა და დიალექტი. ყველაფერი ეს ამის მიასეთში შეიძლება გაქრეს და ან პირიქით რამდენიმე წლიანი უმძიმესი აგონიის შედეგად. მე მესმის, რომ ჩემი მაყურებლების ძალიან დიდი ნაწილი მორწმუნეა და ჯერა რომ ადამიანი ერთჯერად იქმნილება, იგი ღმერთის მიერ არის შექმნილი და ღმერთისვე ნება ადამიანი და ის საცხოვრებელი გარემო გაქრება თუ არა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს რწმენას, მაგრამ ჩემი არხი თეოლოგიური ხასიათის არ არის მოგეხსენებათ, ამ საკითხებზე მე არ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ ამის კომპეტენცია არ გამაჩნია. ჩემი არხი არის სუფთა სამეცნიერო, საბედნიეროდ არსებობს უამრავი ისეთი არხი, სადაც თქვენ საპირისპირო მოსაზრებების მოსმენა შეგიძლიათ და შემდეგ შედარება მათი თქვათ სამეცნიეროსთან. ინტერნეტი ამით არის კარგი სიტყვის თავისუფლება, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება და უნარი თავად მოიძიოს ინფორმაცია, თავად განსაზღვროს რა არის მისთვის მისაღები, რა არის მისთვის სწორი. მე არავითარ შემთხვევაში არავის გადარწმუნებას არ ვაპირებ, მე გიყვებით იმას, რაც ვიცი და რაც მეცნიერებამ ასწლეულების განმავლობაში რა ცოდნაც დააგროვა, იმას გადმოგცემთ. მაშინ ასე გავაგრძელოთ. სანამ ვულკანები იქნება დღევანდელი ჩვენი ძირითადი თემა და მათგან გამოწვეულ საშიშროებებზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ ჩვენი პლანეტის აგებულება. ჩვენი პლანეტა არის გავარვარებული ცხელი ბურთი. ეს ბურთი რამდენიმე შრისგან შედგება. და ამ ყველაფრის დადგენა, თქვენი კითხავთ რა იცი, რა ხდება რაღაცა კილომეტრების, ასეულობით კილომეტრის ქვემოთ, როდესაც ყველაზე ღრმა ჭაბურღილი არის 12 კილომეტრის სიღრმის, ეს გახლავთ კოლის ნახევარკუნძულზე
საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული ბურღვა და შემდეგ შეჩერებული. მაშინ რა ვიცით, როგორ ვარკვევთ დედის ორგანიზმში ბავშვი მამრობითი სქესის ატომდედრობითის, როგორ ვარჩევთ, თქვათ, ნაღლის ბუჩი კენჭები გვაქვს თუ ქვიშა, ან საერთოდ გაწკრიალებულია იგი. არ ჭრით და ისე არ უყურებთ, ხო? ჩვენ ვიყენებთ ეკოსკოპიის აპარატს, რომელიც გამოსცემს ბგერებს. ეს ბგერები აღწევს ჩვენი ორგანიზმის სიღრმეში, შემდეგ ორგანოებიდან იწყებს არეკულას და სპეციალური ხელსაწყო აღიქვამს ამ ბგერებს და მას ვიზუალურ გამოსახულებად გადააქცევს. ამ გამოსახულების წაკითხვა შეუძლიათ ექიმებს და რაც უფრო გაწვრთნილი ექიმი, მით უფრო სწორად კითხულობს ამ სურათს და სწორ დიაგნოზს გვისვამს ყოველგვარი გაჭრების გარეშე. ანალოგიური რამ ხდება გეოფიზიკაშიც. მიწისძვრები, რომლებიც ამდენ უსიამოვნებას და შიშს გვგურიან, გეოფიზიკოსებისთვის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებლები არიან. ისევე როგორც ულტრაბგერითი აპარატი ექიმის ხელში, მიწისძვრაც და მისგან გამოწვეული ტალღები აღწევს დედამიწის სიღრმეში და იწყებს იქ არსებული შრეებიდან არეკულას. მეცნიერებმა უკვე იციან, რომ თქვათ ბლანტ ან თხიერ გარემოში ტალღები უფრო ნელა ვრცელდება ვიდრე მყარ გარემოში. ამიტომ ძალიან ადვილი დასადგენია, როდესაც ჩვენ გვაქვს სეისმური სადგურები, როდესაც ჩვენ გვაქვს სპეციალური აპარატურა მთელ დედამიწაზე მიმოფენილი, განსაზღვროთ თუ რა ხდება მიწის ქვეშ. ანუ აი ამ ანარეკლი ტალღების მიხედვით ჩვენ დავადგინოთ რა ხდება 1000 კილომეტრის ქვემოთ, 2000 და 3000 კილომეტრის ქვემოთ. დადგენილი არის, რომ და სწორედ ამ მეთოდით არის დადგენილი, რომ დედამიწა შრეებისგან შედგება და ეს შრეები სხვადასხვანაირია. დედამიწის ცენტრში განლაგებული არის 6000 გრადუსამდე გავარვარებული ბურთი, შიდა ბირთვი. აქ იმდენად მაღალი წნევაა, გახლავთ 3 მილიარდ 500 მილიონი ატმოსფერო. წარმოიდგინეთ ეს. ვერ წარმოიდგენთ, წარმოუდგენელი წნევაა ეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი ასე არის გავარვარებული და იგი შედგება რკინისგან, ძირითადად და ნიკელისგან, იგი მყარია. სწორედ ამ წნევის გამო. და როგორც გითხარით, მისი ტემპერატურა 6000 გრადუსია, ანუ იმდენივე, რამდენიც მზეზეა. ეს ბურთი ტრიალებს გაცილებით სწრაფად ვიდრე დედამიწა. და იგი როგორც დინამო მანქანა ქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს. ეს ელექტრომაგნიტური ტალღები გამოდის მიწის ზედაპირზე და დედამიწის ირგვლივ აკეთებს ერთგვარ დამცავ შრეს. დამცავ შრეს მზის გამოსხივებისგან. ბირთვის, შიდა ბირთვის შემდეგ მოდის უკვე თხიერი გარე ბირთვი, რომლის ტემპერატურა დაახლოებით 4000 გრადუსია, მისი სისქე არის 2250 კილომეტრი და ისიც შედგება ნიკელისგან, გამღვალი რკინისგან უკვე. იქ ისეთი წნევა აღარ არის როგორც შიდა ბირთვში და ამიტომ აი ეს შრე, ანუ გარე ბირთვი არის თხევადი. თხევადი ხა წყალივით არ არის, მაგრამ თხევადი. ამ ბირთვიც ხელს უწყობს ელექტრომაგნიტური ტალღების წარმოქმნას და დედამიწის დამცავი შრის გაჩენას. შემდეგ მოდის რამდენიმე შრიანი მანტია. მანტია არის ყველაზე სქელი შემადგენელი ნაწილი დედამიწის შინაგანი აგებულებისა, დაახლოებით 80-დან 85%-მდე უკავია მას დედამიწის. მისი სისქე არის 3000 კილომეტრი და ზედა ნაწილში ტემპერატურა არის 1000 გრადუსამდე, ქვედა ნაწილში 4000 გრადუსამდე. მანტიაზე უკვე დევს ძალიან თხელი ფენა, ყველაზე თხელი შრე ჩვენი პლანეტის, დედამიწის ქერქი. ამ შრეზე ვცხოვრობთ ჩვენ, ცხოვრობენ ცხოველები, მცენარეები, არის ტყეები, მდინარეები, მთები, ზღვები, ოკეანეები. აქ მოვიპოვებთ ჩვენ სასარგებლო წიაღისეულს, აქ მოყავს ჩვენ მოსავალი და აქ ვზრდით ჩვენ შვილებს. ქერქი არის ორნაირი, ეს არის ოკეანური ქერქი, რომლის სისქე სულ რაღაც 7 კილომეტრია მაქსიმუმ და ეს არის კონტინენტური ქერქი, რომლის სისქეც იქ სადაც მაღალი მთებია დაახლოებით 70 კილომეტრამდე აღწევს. შეადარეთ ახლა მანტიის 3000 კილომეტრი და ქერქის ყველაზე სქელი ნაწილი 70 კილომეტრი. ქერქი არასტაბილურია.
მანტიის ზედა ნაწილში გახლავთ კიდევ ერთი შრე, ეგრეთ წოდებული ასტენოსფერო, რომელიც ელასტიურია და მასში არის თითქოს ჩაძირული ამ ქერქის ნაწილები. ქერქი ერთი მთლიანი კი არ არის, ნაწილებისგან შედგება. ეს ფილები არის როგორც ფაზლი ისეთნაირად არის ჩადებული და ისინი ფაზლისგან განსხვავებით არიან სხვადასხვა ფორმის და მოძრაობენ. კარგად რომ გავერკვეთ თუ როგორ ფორმირდება კონტინენტები, როგორ წარმოიქმნება მთები, რატომ ჩნდება ვულკანები, რატომ ხდება მიწისძვრები, ამისთვის უნდა ვიცოდეთ ძალიან მარტივი სამი რამ. პირველი ეს გახლავთ კონვერგენტული, ანუ დაახლოებითი რღვევას ეძახიან მას, თუმცა ეს რღვევა მაინც და მაინც არ არის, არ გამოხატავს ეს სიტყვა იმას, რაც აქ ხდება. ეს არის, როდესაც ორი ტექტონიკური ფილა ერთმანეთს ხვდება, ეჯახება და ერთმანეთს აწვება. ამ დროს ერთ-ერთი ფილა ყოველთვის იწყებს მეორეს ქვემოთ ჩადინებას და ამ ნაწილს, სადაც ეს შეხება და ჩადინება ხდება, ეწოდება სუბდუქციის ზონა. სუბდუქციის ზონა არის ზონა, სადაც ყველაზე აქტიური არის დედამიწის ქერქი. აქ ხდება მიწისძვრები, აქ ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ამის შესახებ ჩვენ ცოტა დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. არის ასევე ტრანსფორმული რღვევა, მაშინ როდესაც ფილები ერთმანეთის ჰორიზონტალურად ერთმანეთის პარალელურად მოძრაობენ. ანუ ერთი ფილა ვთქვათ ჩამოდის ქვემოთ, მეორე ადის ზემოთ, თქვა ჩრდილოეთისკენ, ერთი მეორე სამხრეთისკენ და ამ დროს ხდება ხახუნი. ზოგჯერ ეს ფილები შეიძლება გაეჭედოს. იზრდება დაძაბულობა, მათ უნდა გააგრძელონ მოძრაობა, ამიტომ რაღაც მომენტში ხდება აცდენა და ამ აცდენის დროს ხდება უძლიერესი მიწისძვრის წარმოქმნა. კიდევ არსებობს ერთი ტიპის რღვევა, ეს არის ეგრეთ წოდებული დივერგენტული რღვევა, რომელიც გამოწვეული არის ფილების არაშეჯახებით, არამედ დაცილებით ერთმანეთისგან. და ეს ფილები თითქოს ესეთი მანტიიდან ამოდიან და ესეთნაირად ერთმანეთს სილდებიან. ესეთი ტიპის რღვევები ჩვენ გვაქვს აფრიკაში და როგორც გეოლოგები ვარაუდობენ, გავა მილიონი წლები, არც თუ ისე ბევრი, 10-12 მილიონი წელი და აფრიკის კონტინენტი ორ ნაწილად გაიყოფა. მას ნამიბიის ნაწილი ჩამოცილდება. ასევე არის წყნარი ოკეანის რღვევა, გიგანტური რღვევა, რომელიც რამდენიმე 1000 კილომეტრზე არის გადაჭიმული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და აქ ძევს ყველაზე აქტიური სეისმური და ვულკანური ზონები. ეს გახლავთ ინდონეზია, ფილიპინები, იაპონია, კურილის კუნძულები, კამჩატკა, შემდეგ იუხვევს ქვემოთ და ალასკა და ასე შემდეგ. ღია კოსმოსში ჩაკარგული ეს ჩვენი ცისფერი პლანეტა მუდმივად იყო დაუპატიჟებელი სტუმრების მოლოდინში და ხშირად სამწუხაროდ ეს მოლოდინი მართლდებოდა და ჩვენ ყველაზე პოპულარული რაც ვიცით, ასეთ სტუმართან შეხვედრა გახლავთ 65 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჩიქსულუბის ასტეროიდის ჩამოვარდნა, რომელიც მექსიკის ყურეში ჩავარდა, გამოიწვია გლობალური კატასტროფა და ამ კატასტროფას შეეწირა ისეთი პოპულარული ცხოველების გიგანტური ჯგუფი დინოზავრები. თუმცა დინოზავრები დღეს ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. გაიხედეთ ფანჯარაში, თუ დაინახავთ მტრედს, ყვავს, ბეღურას, ჩათვალეთ, რომ ეს იგივე დინოზავრია. მაგრამ სწორედ ამ ჩიქსულუბის მეტეორიტმა, გიგანტურმა მეტეორიტმა, რომლის ზომა იყო დაახლოებით 10 კილომეტრი იყო ის რადიუსში და მისგან გამოწვეულმა ამ გლობალურმა გადაშენებამ დინოზავრებისა და ბევრი სხვა ცხოველისა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რომ არა დინოზავრების ამოწყდომა, ძუძუმწოვრები ვერ განვითარდებოდნენ და რა თქმა უნდა ვერც პრიმატები, მაგრამ ამ ამოწყდომამდე გაცილებით ადრე და ამის შესახებ ბევრმა არ იცის, დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ პერმული და ტრიასული პერიოდის საზღვარზე მოხდა კიდევ ერთი ამოწყდომა და ეს ამოწყდომა იყო კოლოსალური. მაშინ დედამიწაზე ძალიან უკვე სერიოზულად იყო განვითარებული სიცოცხლე
პერმულ პერიოდში, რომელიც სადღაც 300 მილიონი წლის წინ დაიწყო, სიცოცხლე ინტენსიურად იყო მოკიდებული, ფეხი კარგად ჰქონდა მოკიდებული, ჩნდებოდა უამრავი ახალი სახეობები, ხმელეთზე ამოვიდა უამრავი ახალი ჯგუფი ცხოველებისა, განვითარდნენ ამფიბიებიდან წამოვიდნენ ქვეწარმავლები, როგორც ვარაუდობენ ძუძუმწოვრების პირველი ნიშნებიც ამ დროს გაჩნდა, უეცრად 252 მილიონი წლის წინ ეს ყველაფერი დამთავრდა. 1987 წელს მე მოსკოვის პალეონტოლოგიის ინსტიტუტიდან მივიღე შემოთავაზება, რომ ექსპედიციაში მიმეღო მონაწილეობა ციმბირის ერთ-ერთ მიუვალ ადგილში და ეს გახლავთ კრასნოიარსკის მხარეში არსებული მდინარე სახელად კოტუო. კოტუო ძალიან საინტერესო მდინარეა იმ მხრივ, რომ მას ხეობა აქვს გაჭრილი პერმულ და ტრიასულ ნალექებში. მდინარის შუა წელში, როდესაც ჩვენ ჩავედით და პერმული ნალექების დათვალიერება და შესწავლა დავიწყეთ, იქ აღმოაჩინეთ უამრავი სხვადასხვა ცხოველის და მცენარის ნაშთი. მაგრამ ამ პერმულ ნალექებს თავზე ედო 10 მეტრის სიმძლავრის, ასე ქვია, ანუ სისქის კიდევ ერთი ფენა, რომელსაც პალეონტოლოგები და გეოლოგები მუნჯი ფენას ეძახიან, ანუ მუნჯია ის ფენა, რომელშიც ცხოველების ან მცენარეების ნაშთები არ არის. და ეს ფენა შედგებოდა ლავებისგან. გიგანტური ფენა ლავების, რომელიც ზემოდან ედო პერმულ ნალექებს. შემდეგ მოდიოდა უკვე ტრიასული, ანუ მეზოზოური ფენა, რომელშიც უკვე ჩნდება სიცოცხლის ნიშნები. ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ იმდროინდელი ფაუნა, ანუ პერმული ფაუნა, აი თქვათ ზოოპარკში შევიდეთ და იქ პერმული ფაუნა ვნახოთ, ჩვენ ყვა ჩამოგვივარდება, ისეთი საოცრებები იყო, ისეთი ფორმის და ცხოვრების ნირის მქონე ცხოველებს გადააწყდებოდით. მართლაც საოცრება იყო, გაცილებით საინტერესო, მე თუ მკითხავთ, ვიდრე იურული და ცარცული პერიოდის დინოზავრები, რომლებიც ჩვენ ძალიან კარგად გვყავს შესწავლილი. ისე ვიმეორებ, ეს იყო უმდიდრესი ფაუნა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა მეზოზოურს და რომელიც უეცრად გაქრა. გაქრა ისე, რომ კვალიც კი არ დაუტოვებია. რა თქმა უნდა, სადღაც რაღაც ნაწილები გადარჩა, რომლებმაც შემდეგ ევოლუცია, საკმაოდ სწრაფი ევოლუცია განიცადეს და მოგვცეს ახალი ჯგუფები ცხოველებისა. და დღეს, როდესაც ჩვენ სუპერვულკანებზე ვსაუბრობთ და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე, სწორედ ეს კატასტროფა გამოიწვია სუპერვულკანმა, მაგრამ ეს სუპერვულკანი არ იყო ერთი და ორი ვულკანის რაღაც ამოფრქვევა. ეს გახლდათ ეგრეთ წოდებული ციმბირის ტრაპები, როდესაც დღევანდელი ციმბირის მაშინდელი ტერიტორია ფაქტიურად ჯოჯოხეთად იქცა. დაიბზარა და ამ ბზარებიდან დაიწყო ამოსვლა მაგმამ. აქ არ იყო კლასიკური სტრატოვულკანები, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვხვდებით, მაგალითად მყინვარწვერი, ხაბარჯინა, თავკვეთილი და ასე შემდეგ, დიდიაბული, პატარაბული, ესეთ კონუსები აქვს მოგეხსენება და როცა ამოფრქვევა ხდება, მასალა გროვდება, კრატერი წარმოიქმნება და ესეთ კონუსი არის თითქმის იდეალური ესეთ სტრატოვულკანები. არა, სტრატოვულკანი არ იყო, ეს იყო ეგრეთ წოდებული ფარისებრი ვულკანები, როდესაც მიწიდან ხდება ამოსვლა ლავის. ეს ლავები იმ რაოდენობის იყო და იმ რაოდენობის მომწავლელი აირები ამოყვა მათ, რომ დედამიწაზე დაიწყო გლობალური კატასტროფა. კატასტროფა, რომელმაც, როგორც გითხარით, მთლიანად შეცვალა დედამიწის იერი. დღეს დედამიწაზე არის სუპერვულკანები და პირველ რიგში გვახსენდება ხოლმე ჩრდილოეთ ამერიკის იელოუსტოუნის ვულკანი და მის შესაძლო ამოფრქვევასთან დაკავშირებული პლანეტარული მასშტაბის კატასტროფა, რომელზეც ძალიან ხშირად საუბრობენ როგორც მეცნიერები, ასევე დილეტანტები. დიახ, იელოუსტოუნის სუპერვულკანი მართლაც შენელებული მოქმედების ბომბია, რომელსაც გლობალური კატასტროფის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია. მას ახასიათებს პერიოდულობა და ეს პერიოდულობა დადგენილია ვულკანოლოგთა აზრით. ეს არის დაახლოებით 600,000 წელი. ახლა სწორედ ჩვენ ამ 600,000 წელს ცოტა გადაცილებულში ვცხოვრობთ. და ამიტომაც არის ესეთი ინტენსიურად საუბარი ამ ვულკანის გააქტიურებაზე. ეს ვულკანი გააქტიურდა თუ ისეთი ამოფრქვევა მოხდა, როგორც თქვა 600,000 წლის წინ, ჩათვალეთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის ნახევარი, ყოველ შემთხვევაში დასავლეთ ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი
დაახლოებით 3-4 სანტიმეტრის ვულკანური ფერფლის ფენი დაიფარება, ეს კი გამოიწვევს მცენარეული საფარის განადგურებას. უამრავი ტოქსიკური აირი, რომელიც ასეთი გიგანტური ვულკანების ამორქვევას თან ახლავს, მოიწამლება წყალი და ჰაერი. გიგანტური მასა ვულკანური ფერფლისა ავა ატმოსფეროში, საკმაოდ მაღლა. იქ დაიწყებს იგი გაფანტვას, ყველაფერი სიკეთესთან ერთად დედამიწაზე შეიძლება ვულკანური ზამთარი დადგეს. შეიძლება კი არა დადგება და ვულკანურ ზამთარს გამოიწვევს ძირითადად გოგირდის და გოგირდმჟავას წვეთები, რომლებიც გოგირდის ოქსიდისა და წყლის შერევის შედეგად წარმოიქმნება ატმოსფეროში. ეს წვეთები არის როგორც სარკის ზედაპირები. მასზე დაცემული მზის სხივები უკანვე კოსმოსში აირეკლება, ვერ ჩამოაღწევს დედამიწამდე და დედამიწა გაგრილდება, გაცივდება, გაიყინება. რაც შეეხება თვითონ ვულკანურ ფერფლს, აი მე აქ ხელში მაქვს, ახლა შემიჭირავს ვულკანური ქანი ეტნადან, კარგად არ ეტყობა და ვერ დაინახავთ, მაგრამ მიკროსკოპის ქვეშ, ან კარგი გამადიდებელი ლუპის ქვეშ, კარგად ჩანს, რომ იგი ესეთი ბასრი კუთხეებისგან შემდგარი თითქოს მინის ფორმაცია არის, აი დაახლოებით ჭიქარო დაფხვნათ თქვენ. და წარმოიდგინეთ, რომ აი მის ნაფხვენით იქნება გაჯერებული ჰაერი და ეს ადამიანმა, ცხოველებმა უნდა ჩაისუნთქონ. მისი ჩასუნთქვა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს. რაც შეეხება კლიმატის ცვლილება, ეს არა მხოლოდ აგრილება და აცივება იქნება, ეს იქნება ანომალიური წვიმები, რომლებიც გამოიწვევენ ანომალიურ ღვარცობებს. ეს იქნება ანომალიური ყინვები და ანომალიური გვალვები. ეს მცირე ჩამონათვალია კიდევ იმისა, თუ რა შეიძლება მოყვეს ასეთ გიგანტურ ამოფრქვევებს. მე არც თუ ისე დიდი და ესეთ გლობალური კატასტროფის შესახებ აი ამ ვიდეოში გიამბეთ და აუცილებლად ნახეთ იგი თუ არ გინახავთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა მართლაც. ჩვენ კი კიდევ ერთ ვულკანს მივხედოთ, რომელიც 72-73 წლის წინ აფეთქდა ინდონეზიის, დღევანდელი ინდონეზიის ტერიტორიაზე. ეს გახლავთ ტობას სუპერვულკანი. ეს იყო მართლაც ძალიან ძლიერი ამოფრქვევა, რომელმაც 72,000 წლის წინ კარდინალურად შეცვალა დედამიწაზე კლიმატი. იმდენად, რომ უკვე კარგად ფეხმოკიდებული ჰომო საპიენსი, ნეანდერტალელები და ჰომო ერექტუსების ნარჩენები, რომლებიც მოდებული იყვნენ უკვე დედამიწას და საკმაოდ კარგად გრძნობდნენ თავს, უცებ შემცირდნენ. იმდენად შემცირდნენ, რომ როგორც ამბობენ, დედამიწაზე მხოლოდ 60,000 ჰომო საპიენსი დარჩა. უფრო სავარაუდო კი ეს გენეტიკური ანალიზით სამტკიცებს ამას და გენეტიკურად ჩვენ ძალიან მსგავსები ვართ, მაგალითად ჩვენ აფრიკაში მცხოვრებნი, სამხრეთ ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიის კუნძულებზე ძალიან დიდი მსგავსებაა ჩვენ შორის. და სწორედ ამის ბრალია. ამის ბრალია, რომ ჩვენ მხოლოდ 10,000, 60-დან 10,000-მდე ამბობენ, აი ეს ძალიან მცირე ჯგუფი დავრჩეთ დედამიწაზე და ყველა ვიღებთ სათავეს მათგან. ამიტომ პირდაპირ მნიშვნელობით ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმა ან და არის. აი კარგად ჩანს, როგორ რღვევაზე დევს ინდონეზია. დედამიწას წყნარი ოკეანის მხრიდან რომ შევხედოთ, გვეგონება რომ ხმელეთი ამ პლანეტაზე საერთოდ არ არის. მთელი წყნარი ოკეანე წარმოადგენს ერთ გიგანტურ ტექტონიკურ ფილას. და მოგესალმებათ და მე ვიდეოებშიც მაქვს ნათქვამი, რომ ეს დიდი ფილები კიდევ პატარა ფილებისგანაც შედგება. რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან, როგორც უკვე აღნიშნე, იქ ხდება სუბდუქცია, ან ფილების დაშორება და ასე შემდეგ. წყნარი ოკეანის ცეცხლოვან რკალზე არის განლაგებული მოქმედი ვულკანების 80%. აქ ხდება ყველაზე ძლიერი მიწისძვრები და ყველაზე ძლიერი მიწისძვრების 90%. და აქ მოხდა კაცობრიობის ისტორიაში და აღრიცხვაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა
9.5 მაგნიტუდის, ეს არის კოლოსალური სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც ჩილეს დიდი მიწისძვრის სახელით არის ცნობილი, რომელიც 3 წუთი გრძელდებოდა და ფაქტიურად დაასამარა ჩილეს ეკონომიკა. მიწისძვრა გამოიწვია წყალქვეშ მდებარე ნასკას ფილის და სამხრეთ ამერიკული ფილების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად გამოთავისუფლებულმა ენერგიამ. წარმოიქმნა გიგანტური ცუნამი, რომელიც გაყვა ამერიკის, სამხრეთ ამერიკის და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს და რამდენიმე სანაპიროზე მდებარე სოფელი გაანადგურა, მაგრამ ძირითადი მასა წავიდა ჰავაიებისკენ, წავიდა იაპონიისკენ, ინდონეზიისკენ და იქ საკმაოდ დიდი ნგრევა გამოიწვია. ჩილეს მიწისძვრას ერთადერთი პლუსი ჰქონდა ის, რომ ამის შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიურად მონიტორინგი ცუნამების ძლიერი მიწისძვრების შემდეგ და ამან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მომავალში. ასევე ჩილეს მიწისძვრამ მეცნიერებს საშუალება მისცათ აღმოეჩინათ ასტენოსფერო, რომელიც პლასტიკური ფენა, რომელზეც არის განლაგებული ეს კონტინენტური ფილები. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდა იელოუსტოუნისა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით არის კიდევ ერთი გეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და ზოგადად ძალიან საშიში ადგილი. ეს გახლავთ კალიფორნიის შტატში 1300 კილომეტრის სიგრძის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაწოლილი სან-ანდრეასის რღვევა. სან-ანდრეასის რღვევაში ფილები ერთმანეთს კი არ ეჯახებიან, ან კი არ ცილდებიან, ისინი ერთმანეთის პარალელურად მოძრაობენ. ოკეანეში განლაგებული ფილა ადის ზემოთ ჩრდილოეთისკენ, ხოლო ჩრდილოამერიკული ფილა მოდის ქვემოთ. და სწორედ ამ ადგილას ხდება კონტინენტის გახლეჩვა თითქოს. პირველი ძლიერი მიწისძვრა აქ 1906 წელს მოხდა, როდესაც სან-ფრანცისკო დაინგრა, მსხვერპლი საკმაოდ მაღალი იყო, დაახლოებით 3000-მდე ადამიანი დაიღუპა და ინფრასტრუქტურის 70% განადგურდა. მაშინ ფილები ერთმანეთს თითქმის 7 მეტრით ასდნენ ერთმანეთზე, ძალიან დიდი მანძილი არის მაშინ, როდესაც მილიმეტრებზეა ხოლმე საუბარი. მაგრამ მოხდა რა, დაგროვდა ენერგია, ერთმანეთს გამოედენ თითქოს ეს ფილები, დაგროვდა ენერგია და რაღაც მომენტში, როდესაც ისინი გათავისუფლდნენ ერთმანეთისგან, აი სწორედ ამ დროს გამოთავისუფლდა ის ენერგია, რომელმაც მიწისძვრა გამოიწვიეს. სან-ანდრეასი იმითაც არის ძალიან საინტერესო, რომ იგი ხმელეთზე არის და მისი შესწავლა ძალიან ადვილია. იგი არის გეოლოგების, გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების მექა. სან-ანდრეასი ძალიან თავისებური და ძალიან ლამაზი სანახაობაა ზემოდან და ამ სანახაობის ჩვენებას მე ცოტნე ჯავახიშვილი მპირდებოდა თავისი თვითმფრინავიდან სამწუხაროდ ვერ მოვასწარი. 1989 წელს სან-ანდრეასმა თავი შეახსენა კალიფორნიელებს ლიმა პრიეტას მიდამოებში დაახლოებით 7 მაგნიტუდიანი მიწისძვრა მოხდა. ამას მოყვა 94 წელს სან-ფრანცისკოს ყურეში 6 და 7/10 მაგნიტუდიანი მიწისძვრა და ახლა როგორც სეისმოლოგები ამბობენ, მიწისძვრების ვადა გადაცილებულია, ვადა გასულია. ვადა გასულ მიწისძვრებს და ზოგადად გეოლოგიურ მოვლენებს, როგორც არის თქვათ, იგივე ვულკანების ამოფრქვევა ეძახიან შემდეგ რამეს მიწისძვრებს, ვულკანების ამოფრქვევებს გარკვეული პერიოდულობა ახასიათებს და ამ პერიოდულობას ისინი მეტნაკლებად იცავენ. იქ შეიძლება 10-15 წელი გადაცილდეს ეს მერყეობა, ან უფრო ადრე მოხდეს, ეს მერყეობა დასაშვებია, მაგრამ როგორც წესი, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს განმოხტვა, ეს იქნება ამოფრქვევა, თუ ეს იქნება მიწისძვრა. და როდესაც ასეთი პერიოდული და გეგმიური მიწისძვრები ხდება, ეს კარგია. კარგია, იმიტომ რომ ის დაძაბულობა, რომელიც მიწის ქვეშ არის, იმუხტება, განმუხტვა ხდება მისი და როგორც წესი, ასეთი განმუხტვები არ არის ძლიერი. მაგრამ თუ ვადა გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კი არ გაჩერებულა, სადღაც ეს ფილებმა კი არ შეაჩერეს მოძრაობა, არა, პირიქით, იქ ხდება დიდი დაძაბულობის შეკრება. დაჯამება და რაღაც მომენტში ეს დაჯამება უკვე ძალიან ძლიერი მიწისძვრის ან ძალიან ძლიერი ამოფრქვევის სახით შეგვახსენებს თავს. ეს ძალიან არასასიამოვნო მომენტია. მე არაერთხელ მithქვამს და
ჩემს მოწვეულ სტუმრებსაც, რომ მიწისძვრების პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია. ჩვენ უბრალოდ ვიცით ადგილები, სადაც მიწისძვრები ხდებოდა და აუცილებლად მომავალშიც მოხდება. დაახლოებით ვიცით რა სიმძლავრის იქნება ეს მიწისძვრა და დაახლოებით ვიცით რა ადგილას დაარტყამს იგი და როგორ. მიწისძვრებისგან განსხვავებით მეტნაკლებად შესაძლებელი არის ვულკანების ამოფრქვევის პროგნოზირება. არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს ვულკანოლოგებს, რომ განსაზღვრონ, როდის იქნება ამოფრქვევა და რა სიმძლავრის იქნება იგი. თუმცა ვულკანიც ხშირად გვეთამაშება ხოლმე, თითქოს ყველა სიმპტომი არის იმისა, რომ იგი უნდა გასკდეს, ამოიფრქვეს, მოხდება ხალხის ევაკუაცია, როგორც ამას წინათ რამდენიმე თვის წინ იყო სანტორინიზე და უცებ იგი გადაიფიქრებს. სიმპტომები კი რა არის? ეს არის ძალიან ხშირი გაძლიერებული მიწისძვრების სერია, ეს არის გაზების გამოსვლა, ეს არის ნიადაგის ამობურცვა და ზოგადად ტექტონიკური გამოვლინებები. აი ეს ყველაფერი ერთად ეს სიმპტომები, ისევე როგორც ადამიანის დაავადებას რამდენიმე სიმპტომით ადგენენ, ანალოგიურად ადგენენ ვულკანის ამოფრქვევის სიმძლავრეს და დროს, აი ამ სიმპტომების მიხედვით. როგორც წესი 3-4 დღით ადრე დედამიწა ამ ადგილებში იწყებს ტრემორს, ფერდობი, ან ტრემორს, ანუ კანკალს იწყება. ამოფრქვევა, მაგრამ როგორც გითხარით, ზოგჯერ არ იწყება და მთელი ეს პანიკა ტყუილად ითესება ხოლმე. დედამიწაზე უამრავი მოქმედი ვულკანია და მათგან ყველაზე ნაკლებ საშიში არიან ის ვულკანები, რომლებიც პერიოდულად იფრქვევიან. მაგალითად, ჰავაიებზე კილაუეა, ეს არის ვულკანი, რომელიც მუდმივად ინთხება, მაგრამ მე ვიცნობ ერთ ვულკანოლოგს, ვიცნობდი უბრალოდ, ახლა იგი გარდაიცვალა, რომელიც ორჯერ სპეციალურად წავიდა ამ ვულკანის ამოფრქვევის სანახავად და იმ ორჯერ კილაუეას გადაფიქრებული ჰქონდა ამოფრქვევა. არა და იგი მუდმივად ანთხევს ლავას. ასეთი აქტიური ვულკანია, რომელიც 2-3 თვეში ერთხელ ამოხეთქავს ხოლმე, ეტნა ჩემი ერთი და განუმეორებელი სიყვარული, მთა, რომელიც სულ ახლახანს ისე რომ არავინ ელოდა ამოიფრქვა და მე ადრეც გითხარით, როდესაც მე ეტნაზე ფილმი გავაკეთე, მასზე ასვლაზე და თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იგი ძალიან საინტერესოა. ეტნა ტურისტული ადგილია, მას ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს და ამიტომ იგი და პარალელურად იგი თავზე ადგას სიცილიის ზომით მეორე ქალაქს კატანიას. სხვა შორის კატანიის სიმბოლო არის ეს სპილო, რომელიც გაკეთებული არის ვულკანური ფერფლისგან. და ამიტომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის ეტნა. მასზე დგას უამრავი სეისმური სადგური, მასზე დგას უამრავი ისეთი ხელსაწყო, რომელსაც თითქოს აი პულსზე უჭირავს, ეტნის პულსზე უჭირავს ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, წელს 1 ივნის ეტნა მაინც მაიმუნურად მოიქცა და მაშინ ამოხეთქა, რომელსაც ამას არავინ ელოდა და იქ აღმოჩნდნენ ტურისტები. საბედნიეროდ არავინ არც კი დაშავებულა, თლად ზემოთ არ იყო ხალხი ასული და ამიტომ მე რომ იქ ყოფილიყავი, აი იმ პერიოდში, როდესაც მე ბოლომდე ავედი ეტნაზე, მწვერვალზე ვიყავი, კრატერში ჩავიხედე, მე რომ იმ მომენტში რომ ამოფრქვეულიყო, რა თქმა უნდა, ჩემი ბუნდღაც არ იქნებოდა, როგორც ამბობენ ხოლმე ახლა. ესეც უკვე თვითონ მწვერვალი. ახლა ჩემი ალტმეტრი მაჩვენებს სადღაც 3320 მეტრს. იგრძნობა, აქ იგრძნობა, რომ ჩვენი პლანეტა არის ცოცხალი ორგანიზმი. ამ გაზის ჩასუნთქვა მანდა მაინც სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ იგი შეიცავს SO2-ს დაახლოებით 100 მეტრი რომ გავიარე, უცებ შეიცვალა ქარის მიმართულება. უკვე ძლიერად იგრძნობა
გოგირდის სუნი. ალბათ უკვე აღარ ღირს გზის გაგრძელება და უკან მოbrunება შობს. ასევე იქცევა სხვათა შორის ტირენის ზღვაში ჩაკარგული პატარა კუნძული სტრომბოლი, რომელიც ასევე ძალიან ხშირად იფრქვევა ხოლმე და ძალიან ლამაზია მისი სიცილიიდან კარგად ჩანს მისი ამოფრქვევები და როგორც გითხარით, ასეთი ვულკანები საშიში არ არიან. მაგრამ საშიშია ვულკანი, რომელიც დიდი ხნით დუმს, მაგრამ აქტიური ვულკანების სიაშია. ამ დროს მის სიღრმეში გროვდება ძალიან დიდი რაოდენობით მაგმა, რომელიც ძალიან მაღალი წნევის ქვეშაა და საბოლოოდ მან გამოსავალი უნდა ნახოს. მაგმა ეს გახლავთ გამდნარი მინერალები და იგი ქვემოდან აწვება მაღალი წნევით დედამიწის ქერქს. იმ ადგილებში, სადაც დედამიწის ქერქი თხელია. და ასეთი ადგილები, როგორც გითხარით, არის სუბდუქციის ადგილები, ანუ ფილების დაჯახების ან ერთმანეთისგან დაცილების ადგილები. თვალსაჩინოების მე უკვე გავამზადე ნახატი. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის გავარვარებული მაგმა, რომელიც არის ძალიან მაღალი წნევის ქვეშ და ცდილობს გამოსვლას, სადღაციდან გამოსვლას და იგი რა თქმა უნდა ძველ გამოსასვლელ ადგილს პოულობს, რომელიც გახლავთ ვულკანის ეს ღარი, რომელიც საბოლოოდ მთავრდება კრატერით და აქედან ხდება ამოწყორცნა დაგროვებული ენერგიის და გავარვარებული მასების მაგმის ამონთხევა, რომელიც შემდეგ ლავის სახით ან პიროპლასტიკური მასალის სახით ამოიფრქვევა, მაგრამ სანამ იგი ზემოთ ავიდოდეს, იწყება მიწისძვრების სერია. და ამ მიწისძვრებს რა იწვევს? იწვევს ის, რომ მაგმა ცდილობს ნაპრალებში გაძვრეს. აი როგორც წყალი ცდილობს ხოლმე რაღაც იპოვოს და წყალი მოიხსენებათ როგორია ხო ნებისმიერ ადგილას პოულობს გასაძვრომს და გაძვრება ხოლმე ანალოგიურად მაგმაც. ეს თხიერი მაგმაც მთის აი ვულკანის შიგნით ეძებს გასასვლელებს. თუ განსაკუთრებით აი აქ არის საცობი გაკეთებული და ეს საცობი არ არის გამორიცხული, რომ უფრო მყარი იყოს ვიდრე ის ადგილები, რომლებიც გვერდებზეა. სწორედ ამ ნაპრალებში გავლისას და ამ ნაპრალების გახეთქვისას მაგმა წარმოქმნის ტალღებს და ეს არის სწორედ ის მიწისძვრების სერია, რომელსაც შემდეგ აი ესეთი წარმოიდგინოთ, აი ეს ტალღებს უშვებენ ისინი და აქ დანადგარები ამ ყველაფერს კითხულობენ. და უკვე ადგენენ, რომ აი რადგან ეს ამან მოიმატა, შიგნით ესე იგი რაღაც აქტიურობა მიდის და არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს ამოფრქვევა. ამერიკის დასავლეთ ნაწილში გახლავთ მთა სენტ ჰელენი, წმინდა ჰელენას მთა, რომელიც ცნობილი იყო როგორც მიძინებული ვულკანი, მას მე-15 საუკუნის შემდეგ აქტივობა არ გამოუვლენია და 1980 წლის გაზაფხულზე, ადრეულ გაზაფხულიდან სეისმოლოგებმა შეამჩნიეს, რომ მან გამოვლენა დაიწყო აქტივობებს. ეს გამოვლენა რაში გამოიხატებოდა? დაიწყო მიწისძვრების სერია, დაიწყო ფუმაროლების გამოსვლა, ფუმაროლები ეს გახლავთ ვულკანური ან გაცხელებული გაზები, რომლებიც ორთქლის სახით ამოდის ნაპრალებიდან, დანაპრალება დაიწყო მთამ და ფაქტი იყო, რომ ჰელენი აფეთქდებოდა. და სხვა შორის ადგილობრივმა მოსახლეობამ კარგი ბიზნეს პროექტი წამოიწყო, იქ ხალხმა დაიწყო მაისურების გაყიდვა, რაღაც ჭიქების, კემპინგების გაქირავება და ასე შემდეგ, ხალხს სეირის საყურებლად უამრავი ტურისტი ჩავიდა ამ ადგილას და ისინი გაფაციცებით ელოდნენ, როდის ამოიფრქვეოდა სამწუხაროდ ეს აჟიოტაჟი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკად გადაიქცა საბოლოოდ. ტრაგედიაც, რომლის მსგავსი იშვიათია. ამოფრქვევის მოლოდინში იყო 48 წლის ფოტოგრაფი რობერტ ლანდსბურგი და მან დაახლოებით 7 კილომეტრის მოშორებით დააყენა თავისი პლიმუტი, ამოიღო კამერა, დააყენა შტატივზე და სერიული გადაღებები დაიწყო მთის. 1980 წლის 18 მაისს 8 საათსა და 32 წუთზე მთა იძრა. მთა იძრა და ძალიან საინტერესო რამ მოხდა.
აი რო წარმოიდგინოთ სენტ ჰელენი ჩვეულებრივი ესეთი კონუსია ვულკანური და როგორც ლანდსბურგის ფოტოებიდან ჩანს და ლანდსბურგმა მოასწრო მთელი სერია გადაეყო ამ ფოტოებისა, შემდეგ ანიმაცია გააკეთეს ამ ფოტოების მიხედვით, გამოიბურცა მთის გვერდი, ჩრდილოეთ ფერდობი. ანუ ყველა ელოდებოდა რომ ამოფრქვევა აქედან მოხდებოდა და არა, ეს გამოიბურცა, შემდეგ ეს ამობურცული მასა წამოვიდა ქვემოთ და გაავსო ეს ჩაქცეული ადგილი, ხოლო ამოფრქვევა დაიწყო იმ ადგილიდან, საიდანაც გამობურცვა მოხდა, ანუ აქედან კი არა, გვერდიდან. გვერდიდან გამოასხა ლავამ, გამოვიდა აქედან ის გაზები, რომლებსაც ელოდებოდნენ ზემოდან. ლანდსბურგი მიხვდა, რომ ამ ადგილიდან ცოცხალი ვერ გაასწრებდა, იმიტომ რომ მისკენ პიროპლასტიკური მასა დაიძრა. პიროპლასტიკური მასა, რომელიც გავარვარებული იყო და 400 კილომეტრის სიჩქარით მიისწრებოდა მისკენ, ამიტომ რომ გადაერჩინა მას ფირები და მას იმედი ჰქონდა, რომ იპოვიდნენ ამ ფირებს, მან ჩადო იგი სპეციალურ კონტეინერში, ეს კონტეინერი ჩადო ზურგჩანთაში და ამ ზურგჩანთას დააწვა ზემოდან. რობერტმა იცოდა, რომ მას თუ იპოვიდნენ ის კადრები, რომლებიც მან გადაიღო, ოქროს ფასის იქნებოდა და მართლაც როდესაც 14 დღის შემდეგ მისი ცხედარი იპოვეს ფირიც, რომელიც მართლაც უნიკალური და ფასდაუდებელი აღმოჩნდა მეცნიერებისთვის. ამოფრქვევამ სამწუხაროდ 57 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის იყო 84 წლის ჰარი რენდელ ტრუმენი, რომელსაც მთის მიდამოებში ბარი ჰქონდა გახსნილი. ჰარი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ დაემორჩილა ევაკუაციას და განაცხადა, რომ მე ამ მთის ძირში 59 წელი გავატარე, აქ დავზარდე შვილები და შვილიშვილები, ეს მთა მაჭმევდა და დღემდე მაჭმევს და თუ მე მას დავტოვებ დარჩენილი დღეები, სანანებლად მექნება, რომ იგი გაჭირვებაში მივატოვო. 50 years is a part of me. That mountain and that lake is a part of Truman and I'm a part of it. და თუ იგი ახლა გადაწყვეტს, რომ უნდა წავიდეს და მეც თან უნდა წამიყვანოს და ასე იყოსო და მართლაც ტრუმენის ბარი 70 მეტრის სისქის პიროპლასტიკური მასით არის დღეს დაფარული და რა თქმა უნდა იგი ახალი მთის საძირკველში დარჩა მარად. 31 წლის ვულკანოლოგი დევიდ ჯონსტონი ფუმაროლებში ნივთიერებების შემადგენლობას ზომავს და თან ვულკანის ფერდობებს თეოდოლიტით აკვირდება. რათა უმნიშვნელო ცვლილებებიც კი არ გამოეპაროს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საკმაოდ ახალგაზრდაა, მას როგორც გამოცდილ ვულკანოლოგს ისე იცნობენ და მან პირველმა შენიშნა, რომ ჩრდილოეთის ფერდობმა დაიწყო ამობურცვა რამდენიმე დღით ადრე. ეს ძალიან უცნაური იყო, მაგრამ მას გაახსენდა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მომხდარი ძალიან უცნაური ამოფრქვევა, როდესაც ერთ-ერთი ვულკანი კამჩატკაზე სწორედ ისე გასკდა, როგორც სენტ ჰელენი, ანუ გვერდულად გამოიღო მან ახალი კრატერი. ზოგადად ეგრეთ წოდებულ პარაზიტულ კრატერებს უწოდებენ ხოლმე ვულკანებს აქვთ ესეთი დამატებითი პატარ-პატარა კრატერები, რომლებიც დიდ როლს არ თამაშობენ, განუხტვის პატარ-პატარა წყაროებია. აქ კი ძირითადი ამოფრქვევა მოხდა გვერდიდან. ისევე როგორც კამჩატკაზე მაშინ და ეს ორი უნიკალური შემთხვევა ერთმანეთთან კავშირშია, იმით რომ ორივე ერთნაირია. და სწორედ ამის პროგნოზირება მოახდინა ჯონსტონმა. ჯონსტონთან ერთად მწვერვალთან ახლოს იყო ჯერი მარტინი, რადიომოყვარული და ცენტრალურ ბაზაში ჯერი მარტინმა გადასცა ჯონსტონის სიტყვები. ვანკუვერ, აგე ისიც. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო. დევიდი და ჯერიც ვულკანური მასების ქვეშ განისვენენ. სიტუაცია დაამძიმა ეგრეთ წოდებულმა ლახარებმა. ლახარი გახლავთ გამდნარი, უეცრად გამდნარი თოვლის და მისგან წარმოქმნილი ღვარცოფის გიგანტური მასა. სენტ ჰელენი საკმაოდ მაღალი მთაა, 3000 მეტრზე მაღალია, იგი თოვლით იყო დაფარული, ყინულით იყო დაფარული და მან დნობა დაიწყო, წამოვიდა ტალახის ხეების, გიგანტური ლოდების ეს ნარევი
რომლებიც შიგადაში ქმნიდნენ კაშხლებს, ბუნებრივ კაშხლებს, შემდეგ ეს კაშხალი ირღვეოდა და გაათმაგებული ძალით მოდიოდა ეს ტალახი და ღვარცოფი და ამოფრქვევიდან 50 კილომეტრში წარმოიდგინეთ ერთ-ერთი ახალგაზრდა თავის შეყვარებულ გოგონასთან ერთად მდინარე კოლუმბიაში თევზაობდნენ, როდესაც როგორც ისინი ყვებიან, გაიგონეს ლაწალუწის ხმა თითქოს ტყეში რაღაც გიგანტი მოდიოდა და ხეებს ამტვრევდაო და ცოტა ხანში დაინახეს ტალახის კედელი, რომელსაც ლოდები და ხეები მოქონდა. საბედნიეროდ ახალგაზრდებმა გამოაღწიეს აქედან და სამწუხაროდ, როგორც გითხარით, 57 ადამიანი იმსხვერპლა სენტ-ჰელენმა. რამ გამოიწვია ამ ვულკანის აფეთქება, რომელსაც დაახლოებით 500 წელი ეძინა. მოხდა ის, რაც ამ დროს ზოგადად ხდება ხოლმე. დედამიწის მანტიიდან წამოსულმა მაგმამ დაიწყო გამოსასვლელის ძებნა. და წნევისგან გათავისუფლება წნევის წამალს ეძებს იგი. მას წინ დახვდა მყარი საცობი. მყარი საცობი, რომელმაც მაგმა არ გაატარა. ამიტომ მაგმამ დაიწყო სხვა ადგილების მოძებნა, საიდანაც შეიძლებოდა გასვლა. აი სწორედ ამ დროს ხდებოდა, როგორც გითხარით, ამ დროს ხდება მიწისძვრების სერია და რაღაც მომენტში მაგმა მიპოვა ყველაზე სუსტი წერტილი, რომელიც ჩრდილოეთ ფერდობზე იყო. გაარღვია იგი, ჯერ გამოიწვია აი მეწყერის ჩამოწოლა და შემდეგ გათავისუფლებული ადგილიდან გამოვარდა, ამოიფრქვა ვულკანური მასები. ახლა დავბრუნდეთ კვლავ იელოუსტოუნში, რომელიც ვაიომინგის, მონტანას და აიდაჰოს შტატების ტერიტორიაზე მდებარეობს. გიგანტური ადგილი არის, რომელიც სხვა შორის ეროვნული პარკია და უძველესი ეროვნული პარკი არის, პირველი ეროვნული პარკი არის მსოფლიოში და იგი პრეზიდენტ გრანტის ინიციატივით შეიქმნა 1872 წელს. ეს ის პარკია ალბათ, რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ, მე ასეთი ბედნიერება ჯერ არ მღირსებია, ნახოთ, ყველაფერი წინ არის. იელოუსტოუნის პარკი კალდერაში მდებარეობს, ვულკანის კალდერაში და კალდერა გახლავთ ის ჩაღრმავება, რომელიც ამოფრქვევის შემდეგ გრუნტის დაწევის შედეგად ჩნდება. აი ესეთი ჯამისებური ფორმა აქვს კალდერას. აი ამ გიგანტურ ჯამში, რომელშიც იელოუსტოუნის პარკი არის განთავსებული, არის 10,000-ზე მეტი ცხელი წყარო და 500-ზე მეტი გეიზერი. გეიზერი ეს გახლავთ მიწაში ჩაჟონილი წყალი, რომელიც შემდეგ დუღდება და მაღალი წნევით ამოიფრქვევა ზემოთ. გეიზერები მართლა საოცარი სანახაობაა, მე ვარ ნამყოფი კამჩატკის გეიზერების ხეობაში და მართლა მონუცხული უყურებდი, თუ როგორ ამოდის ეს გიგანტური ორთქლის და წყლის მასა მიწიდან. იმ დროს ხეობა სხვა შორის მარტო მეცნიერთათვის იყო ღია, ქონდა ბედნიერება მენახა ეს ყველაფერი. გეიზერების ხეობა სხვა შორის მეორე არის მსოფლიოში იელოუსტოუნის შემდეგ გეიზერების რაოდენობით. იელოუსტოუნში არის ერთ ძალიან ცნობილი გეიზერი, რომელსაც ბებერ მსახურს, ან ბებერ გუშაკს უწოდებენ და იგი იმით არის ცნობილი, რომ ამოფრქვევის პერიოდულობაზე შეგიძლია თითქმის საათი გაასწორო. ყოველ 60 წუთში იგი ამოიფრქვევა ხოლმე 90 მეტრის სიმაღლეზე. ასევე არის ყველაზე დიდი გეიზერი მსოფლიოში, ეს არის სტიმბოტი და ყველაზე ცხელი გეიზერი მსოფლიოში, ეს გახლავთ გეიზერი ნორისი. განსაკუთრებულად ლამაზია არის ეგრეთ წოდებული დიდი პრიზმული ტბა. ამ თერმული წყაროს ფანტასტიურ შეფერილობას მინერალები არ განსაზღვრავენ, როგორც თავიდან გეგონებათ. არამედ ცოცხალი ორგანიზმები, ბაქტერიები და არქეები, რომლებიც სხვადასხვა შეფერილობის არიან. მე არაერთხელ მithქვამს, რომ სიცოცხლე ძალიან აგრესიულია, ანუ იგი ცდილობს დასახლდეს ყველგან, სადაც კი ამის ადგილი არის თუ არ არის. და აი წარმოიდგინეთ ამ ცხელ გეიზერებში, რომელიც გაჯერებული არის სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ერთი შეხედვით, სიცოცხლე ჩქებს. ნუ ჩქებს როგორი ხარ, სახეობრივი მრავალფეროვნება არ არის, მაგრამ მაინც არის სიცოცხლე. ამიტომ მაქვს მე იმედი, რომ თუნდაც ხოლოდ მზის სისტემაში შეიძლება პრიმიტიული სიცოცხლის რაღაც ელემენტები სხვა პლანეტებზე გამოჩნდეს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასევე არის უამრავი დიდი და პატარა ტბა, ათეულობით დიდი და საშუალო ზომის მდინარე, ჩანჩქერები და რა ვიცი უნიკალური სილამაზე არის, რომელიც ისევ ვიმეორებ, აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა
თუ მით უმეტეს იქეთ ამერიკის იქეთ მხარეს ხარ. მაგრამ ეს უნიკალური სილამაზე არის სასიკვდილო სილამაზეც. Yellowstone-ის პირველი სუპერამოფრქვევა მოხდა 2 მილიონი წლის წინ, მეორე მოხდა 1,300,000 წლის წინ, მესამე მოხდა 640,000 წლის წინ და მას შემდეგაც ხდებოდა, მაგრამ უმნიშვნელო ამოფრქვევები იყო აი 10,000 წლის წინ და 2,000 წლის წინაც მოხდა მცირეოდენი ამოფრქვევები და მაშინ შეიქმნა ეგრეთ წოდებული კრატერების ეროვნული პარკი, ისიც Yellowstone-ის ერთ-ერთი ნაწილია. ანუ ამოფრქვევები ახლაც მიმდინარეობს, Yellowstone-ი ახლა ცოცხალია, აქტიურია და საბედნიეროდ ამ ამოფრქვევებს, რა თქმა უნდა, კატასტროფული ხასიათი არ აქვს. აქედან გამომდინარე არის შანსი იმისა, რომ Yellowstone-ის ქვემოთ მდებარე აი ეს თუხთუხე ქვაბს აქვს პატარ-პატარა გამოსასვლელები, ანუ მასში წნევა მაინც და მაინც ძალიან მაღალი არ არის და შიგადაში გამწნევისგან იგი თავისუფლდება. რა ხდის Yellowstone-ის ვულკანს სუპერვულკანად? საქმე იმაშია, რომ მისი მაგმატური კამერა და მაგმატური კამერა გახლავთ ის, რაც მიწის ქვეშ არის და სადაც გროვდება მაგმა, ანუ ეს გამღვალ ნივთიერებები და მას მაღალი წნევის ქვეშ არის ყველაფერი. აი ეს მაგმატური კამერა არის შედარებით ახლოს მიწის ზედაპირთან, დაახლოებით 8 კილომეტრის სიღრმეზე. იგი გიგანტური ზომისაა. მისი სიგრძე არის 80 კილომეტრი, წარმოიდგინეთ. სიგანე არის 50 კილომეტრი, სიღრმე 10 კილომეტრი და მისი მოცულობა მთლიანი არის 4000 კუბური კილომეტრი. ეს რომ ამოიფრქვეს, მართლაც გლობალური კატასტროფა მოხდება. რა გამოიწვია 1815 წელს ტამბორას ამოფრქვევამ, როდესაც ატმოსფეროში მხოლოდ 120 კუბური კილომეტრის მასალა ამოიფრქვა, ფერფლი გაიფანტა. 74,000 წლის წინ ინდონეზიურმა ვულკანმა ტობამ 2800 კუბური მეტრი ამოაფრქვია და კაცობრიობის ისტორია, როგორც გითხარით, ლამის დაასამარა. Yellowstone-ი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, საბჯერ ნაკლებ მასალას ამოაფრქვევს, მაგრამ 10-ჯერ მეც ვიდრე ტამბორა. საერთაშორისო ვულკანოლოგიური ცენტრის გამოთვლების პროგნოზი შემდეგნაირია. ვულკანური ფერფლის ქვეშ აღმოჩნდება ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ თითქმის მთელი ტერიტორია. იგი უარყოფითად იმოქმედებს ჰაერის სისუფთავეზე, შეაფერხებს ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გადაადგილებას, ენერგომომარაგებას, გაანადგურებს მოსავალს, გამოიწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას, დაიღუპება უამრავი შინაური და გარეული ნადირფრინველი, რაც თავის მხრივ ეპიდემიების გავრცელების წინაპირობა იქნება, დაიწყება მასიური მიგრაცია დაზიანებული რეგიონებიდან და რაც თავარია ლოკალურად ან გააჩნია ქარების მიმართულებას, ჰაერში ატყორცნილი ეს არნახულად გიგანტური მასა და გეოლოგიური ქანების ფრაგმენტები, ვულკანური ფერფლი და ამოფრქვევისგან გამოწვეული ხანძრები ჰაერში აიტანს უამრავ მჭვარტელს, რომელიც დაწევს ტემპერატურას, როგორც უკვე გითხარით და თუ რა მოყვება ამაზეც უკვე ვისაუბრეთ. ყველაფერი ეს ამით არ დამთავრდება, რა თქმა უნდა, რესურსების და საკვების დეფიციტის გამო დაიწყება შეტაკებები, გაჩაღდება კონფლიქტები და კატასტროფულად გაიზრდება კრიმინოგენული ვითარება. ასეთ კონფლიქტებში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპება ვიდრე თვით ამოფრქვევისას. აი ასეთია ის აპოკალიფტური სცენარი, რომელსაც ჩვენ გვიხატავენ სხვადასხვა დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებში და რა ხდება სინამდვილეში. უნდა გვეშინოდეს თუ არა Yellowstone-ის სუპერვულკანის და ჩაძირავს თუ არა იგი ამერიკის კონტინენტს, რაზეც ზოგიერთები ოცნებობენ. ვულკანოლოგების გათვლით ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად იმისა, რომ კალდერაში გრუნტის ამობურცვის ფაქტები ფიქსირდება, რაც მის ქვემოთ არსებული მაგმატური კამერის გამოცოცხლებას ნიშნავს, ის მაინც არ უნდა იყოს ისეთი მასშტაბის, როგორცაც ვარაუდობენ, იმიტომ რომ მასში უფრო მეტი გაზია, ვიდრე მყარი მასალა. საბოლოო გამოთვლებით, Yellowstone-ის ამოფრქვევის შანსი ახლო მომავალში გახლავთ 0.0001%. ამიტომ ვიყოთ მშვიდად და დავიწყნაროთ ნერვები. რამდენად მართებულია გვეშინოდეს Yellowstone-ის ამოფრქვევის, როცა აგერ ყურის ძირში შუაგულ ევროპაში კოლოსალური სუპერვულკანი იმალება. ეტნა სტრომბოლის ვეზუვიუსის შესახებ ყველა მეტნაკლებად განათლებულ ადამიანს მენია,
მით უმეტეს ახლა როცა უამრავი ჩვენი თანამემამულე იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. მაგრამ არ მგონია ნეაპოლში და მის მიდამოებში ცხოვრებ ქართველთა უმეტესობამ ფლეგრეის ველების შესახებ რამე იცოდეს. არადა ეს იგივე იელოუსტოუნია, ოღონდ იტალიური ვერსიის. ფლეგრეის ველები სინამდვილეში არაერთი ვულკანი, არამედ ვულკანების წყებაა, რომელთა ნაწილი წყალშიც გადადის და რომელიც ნეაპოლიდან დასავლეთით მდებარეობს. იგი ისევე როგორც იელოუსტოუნი კალდერაა, რომელსაც 13 კილომეტრი აქვს დიამეტრი, ეს არის ჯამი და რომლის ზედაპირზეც 24 მცირე და დიდი ზომის ვულკანია. აქვე არის ეგრეთ წოდებული ცხელი ზონა, ანუ სოლფატარა, რომელიც მდუღარე ტალახს წარმოადგენს. ნაწილი ვულკანების პიცუოლის ყურეში არის წყალქვეშ. ეს სისტემა როგორც სუპერვულკანი ისეა ცნობილი, იმიტომ რომ აქ 36 და 15,000 წლის წინ კოლოსალური ამოფრქვევა მოხდა. სწორედ ამ დროს წარმოიქმნა ცნობილი ნეაპოლური ყვითელი ტუფი, რომელიც ძველი რომაელების საყვარელი საშენი მასალა იყო. ბოლო წლებია კამპი ფლეგრეი, ანუ ფლეგრეის ველები სეისმურად აქტიური გახდა. მოხდა რამდენიმე საშუალო სიმძლავრის მიწისძვრა და მცირე ბიძგების მრავალრიცხოვანი სერია, რაც კალდერის ქვეშ, ანუ აი ჩაღრმავების ქვეშ მიმდინარე პროცესების გაძლიერებაზე მიანიშნებს. როგორც წესი მსგავს აქტივობას განმხვდებით მოყვება ხოლმე, რომელიც ან მაგმის ამონთხევით მთავრდება, ან ვულკანური მასალის ამოფრქვევით, ან გაზების გამოთავისუფლებით. ზუსტი ხელსაწყოების და თანამგზავრული აზომვების საშუალებით დადგინდა, რომ 2022 წლიდან ფლეგრეის ველებზე მიწამ ამოწევა დაიწყო და იგი თანდათან გასწრაფდა. ახლომდებარე ნაგებობებში ბზარები გაჩნდა, ხოლო მიწის ნაპრალებიდან ზოგიერთ ადგილას ცხელმა გაზებმა დაიწყო ჟონვა. 2023 წელს ვულკანოლოგებმა დაადგინეს, რომ ვულკანი საკმაოდ საშიშად გამოიყურება. მისი მფარავი ქანები მაქსიმუმზეა დაჭიმული და მათი გარღვევა მძლავრ ამოფრქვევას შეიძლება გვპირდებოდეს. იმავე 2023 წლის სექტემბერში აქ მოხდა ორი საკმაოდ მძლავრი მიწისძვრა, 4 და 4,5 მაგნიტუდის და მათი საშუალებით სხვა შორის გეოფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ მომავალში მიუხედავად პროგნოზისა მძლავრი ამოფრქვევა მოსალოდნელი არ არის. აღმოჩნდა, რომ ფლეგრეის ქვემოთ 4 კილომეტრის სიღრმეზე ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს, მაგრამ საბედნიეროდ ეს ჯოჯოხეთი მაგმურ ხასიათს არ ატარებს. იგი უმეტესად შედგება გაზებისგან, ამიტომ თუ ამოფრქვევა მაინც მოხდა, ეს არ იქნება მაგმის ამოფრქვევისთვის დამახასიათებელი კატასტროფული ხასიათის. არამედ ეს იქნება გაზების გამოსვლა. საკმაოდ ხმაურიანი, საკმაოდ მძლავრი, რომელსაც უბრალოდ არ ექნება კატასტროფული ხასიათი. თუ კამპი ფლეგრეის მიდამოებს შევხედავთ ზემოდან, ნახავთ, რომ იგი ძალიან მჭიდროდაა დასახლებული. მოგესალმებით, ადამიანის მეხსიერება საკმაოდ მოკლეა და ისინი ძალიან მალე ივიწყებენ თუ რა საშიშროება შეიძლება ელოდებოდეთ. მით უმეტეს, რომ ეს ადგილები ძალიან ნოყიერია სწორედ ვულკანების გამოისობით. თუ კი ვულკანოლოგები თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას, რომ დანამდვილებით თქვან ამ დღეებში მოსალოდნელია ამოფრქვევა, მაშინ იტალიას აქვს და იტალიის მთავრობას შემუშავებული გეგმა, რომლის საშუალებითაც რამდენიმე საათში ისინი შეძლებენ 360,000 ადამიანის გაყვანას ორი ქალაქიდან, ესენია პიცუოლი და ბაკოლა. მაგრამ თუ არ გამართლდა პროგნოზი, მოგეხსენებათ, აქ უკვე იმუშავებს მგელი მოდის ეფექტი და უკვე შემდეგ გაფრთხილებაზე, შემდეგ ევაკუაციაზე შეიძლება ადამიანებმა უარი თქვან, არადა კატასტროფაც მერფის კანონების თანახმად თუ მოსახდენია აუცილებლად მოხდება. ფლეგრეის კალდერაში მდებარე ქალაქ პიცუოლიში არის რომაული ძეგლის ნაშთები. საღდრის კოლონებია დარჩენილი და კოლონების 3 მეტრის სიმაღლეზე არის დასვრეტილი. რაც იმაზე მიიონიშნებს, რომ ისინი მოლუსკებმა გამოჭამეს. მოლუსკებს ძალიან უყვართ მარმარილო და მარმარილოს შლიან ისინი და ესეთ ნახვრეტებს აკეთებენ და ამ მასალას თავისი
ნიჟარების ასაგებად იყენებენ. ეხლა დასვრეტილისგან რომაელები საღდარს არ ააგებდნენ, ეს ფაქტია. ხმელთაშუა ზღვა იმდენად არაწეულა და ესეც ფაქტია, რომ ეს ადგილი დაეფარა და ანუ ზღვის მოლუსკებს ეს მარმარილო გამოეჭამათ. ერთადერთი ვარიანტი რჩება, რომ მიწამ დაიწია და წყლით აივსო ეს ადგილი და შემდეგ ისევ ამოიწია. და ეს ყველაფერი დამოკიდებული არის სწორედ იმ მაგმატურ კამერაზე, რომელიც არის კალდერის ქვემოთ. როგორც კი წნევა გაიზრდება, მიწა იწევს ზემოთ და ეს ხშირად ხდება ხოლმე, ის იმდენად იწევს, რომ გემებიც და ბორანიც კი ვერ უდგება ხოლმე პიცოლის ნაპირებს, მაგრამ როდესაც აქ წნევა ეცემა, ხდება კალდერის ქვემოთ დაწევა და იგი შეიძლება წყლით გაივსო. სწორედ ასეთ წყლით გაივსო, ჩაიძირა ეს საყდარი თავის დროზე და გამოჭამეს ისინი მოლუსკებმა და შემდეგ გამოიწია. ასე რომ თუ თვალი კარგად გავარჯიშებული, თუ ჩვენ შერლოკ ჰოლმსის სეული მიზეშედეგობრივი კავშირების დამყარება ძალიან კარგად შეგვიძლია დედუქციური მეთოდის გამოყენება, ჩვენ ირიბის ამხილებით შეგვიძლია ძალიან ბევრი საინტერესო რამ გავიგოთ თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ. 1982 წელს ფლეგრეის ველებმა უეცარი სწრაფი აწევა დაიწყეს. იმდენად სწრაფი, რომ თითქმის გაშიშულდა მთელი სანაპირო. 84 წლის 1 აპრილს მიწისძვრების მთელი სერია დაიწყო, ზოგიერთი მიწისძვრა 4-დან 5 მაგნიტუდამდე იყო და დაახლოებით ერთ დღეღამეში 500-მდე მიწისძვრა ხდებოდა. წარმოიდგინეთ, ტოტალიზატორის თამაში შეგიძლია 2 წუთში იქნება მიწისძვრა თუ 5 წუთში. ხო, ეს ფსონის დადება შეგიძლია. თუმცა ეს საკმაოდ ესეთი სასიკვდილო თამაშად გამოიყურება. ანუ ფაქტიურად 82 წელს ელოდებოდნენ გლობალურ კატასტროფას, რომ ფლეგრეის ველები გასკდებოდა, იქედან მოხდებოდა ამოფრქვევა და ამოფრქვევა მოიხსენებათ ისე ვიმეორებ, ეს არ არის ჩვეულებრივი ვულკანი, ეს არის სუპერვულკანი, რომელიც გამოიწვევდა გლობალურ კატასტროფას. ხალხი გაიყვანეს, მოხდა ევაკუაცია მოსახლეობის და გავიდა 2 თვე, ფლეგრეის ველებმა დაწევა დაიწყო, ისევ ჩაწყნარდნენ, მიწისძვრებით შეწყდა და მოსახლეობაც ქალაქში დაბრუნდა. რატომ არ მოხდა ამოფრქვევა? როგორ გაუძლეს ქანებმა კოლოსალურ დატვირთვას, რომელსაც აშკარად ჰქონდა ადგილი 82 წელს. გეოლოგებმა იპოვეს ძალიან საინტერესო ქანების საფარი, რომელსაც ქეპროკი უწოდეს. ანუ ქუდი ქვა შეიძლება ითქვას, ანუ როგორც ქუდია ის დაფარებული აი ამ კალდერაზე. და ეს ქეპროკი შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ მისი სტრუქტურა მიკროსკოპის ქვეშ არის უნიკალური, მსგავსი მინერალი აქამდე არ ჰქონდათ ნანახი. იგი თითქოს ბოჭკოებისგან შედგება, ეს ბოჭკოები ერთმანეთშია გადახლართული როგორც ქსოვილი და როგორც ქსოვილს მას ახასიათებს ელასტიურობაც და სიმყარეც. სხვათა შორის ანალოგიური რამ აღმოაჩინეს ცნობილ რომაულ ბეტონში. თქვენ მოგახსენებათ, რომაელების მიერ აშენებული შენობები დღემდე დგას და ის შემკვრელი ბეტონი, რომელთაც ისინი აშენებული, მას ცრაც არ აქვს. და როდესაც იგი მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლეს, ქეპროკის მსგავსი სტრუქტურა აღმოაჩინეს და საბოლოოდ დაადგინეს, რომ რომაელები ძალიან ეშმაკურად მოიქცნენ, ისინი შემკვრელ ხსნარში უმატებდნენ ვულკანურ ფერფლს და სწორედ ეს ხდიდა რომაულ ბეტონს ესეთ მყარს. ქეპროკმა გაუძლო აი ამ დაწოლას, აი ამ ამობურცვებს, ჩაბურცვებს, არ დაიბზარა, მაგრამ მეორე მომენტია, რომ რამდენ ხანს გაუძლებს, რა წნევას გაუძლებს იგი. მაგრამ როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს და მაგმატურ კამერაში დაგროვილი წნევა არსად არ წასულა, უბრალოდ იგი ქეპროკმა შეაჩერა, იქ რა თქმა უნდა წნევა თანდათან იზრდება და როცა იქნება, იგი გამოთავისუფლდება და გამოთავისუფლდება გრანდიოზული ენერგიის სახით, რომელიც არნახულ ამოფრქვევად გადაიქცევა. ამ შემთხვევაში კი კატასტროფა შეეხება არა მხოლოდ სამხრეთ იტალიას, არამედ ევროპას, აზიას და მათ შორის რა თქმა უნდა კავკასიასაც. ანუ ქეპროკი კალდერას ბედნიერებაც არის და უბედურებაც. როცა ენერგიის გამოთავისუფლება პერიოდულად ხდება, ეს მიწისქვეშა ქვაბში რა თქმა უნდა წნევას აგდებს. ისევე როგორც მაგალითად ეტნაზე, სტრომბოლიზე და ასე შემდეგ. ისევ ვიმეორებ, თუ აქტიური ვულკანი დიდი ხანია დუმს, მისი გაღვიძება საკმაოდ ცუდი ამბის მომტანი იქნება.
ნეაპოლის და მიმდებარე დასახლებული პუნქტების დაცვის უნიკალური სისტემა შექმნა ახალგაზრდა სეისმოლოგმა ლუკა დე სიენამ. რატომ არის მიწისძვრები გეოლოგებისთვის დედამიწის შინაგანი ინფორმაციის მიღების ერთადერთი საშუალება მე უკვე გითხარით. ისინი მოქმედებენ როგორც ულტრაბგერითი აპარატები, ხო? ასევე მოქმედებს ძლიერი აფეთქებებით და არეკლილი ტალღებით საზღვრავენ თუ რა ხდება მიწისქვეშ. მაგრამ ეხლა ნეაპოლში და პიცუოლიში და ქალაქებში ასეთ რამეებს ყოველდღიურად ვერ მოაწყობ, ხო? და აი ლუკამ ძალიან ორიგინალური მეთოდი იპოვა და გამოიგონა. საბედნიეროდ ყველა ეს ადგილი, რომელიც მე ხა ჩამოთვალე, ეს იქნება თქვა ვეზუვიუსი, ეტნა, ლეგრეის ველები, არის განლაგებული წყალთან ახლოს, ზღვასთან ახლოს. ზღვაზე კი მუდმივად ხდება ზვირთცემა. ანუ ტალღები ეჯახებიან ნაპირს. და ტალღების მიერ გამოწვეული უმცირესი ბიძგებიც კი, თუ ჩვენ კარგი აპარატურა გვაქვს, საკმარისია იმისათვის, რომ არც თუ ისეთ დიდ სიღრმეში დავადგინოთ რა ხდება. დადგეს სპეციალური აპარატები და ახლა 24 საათის განმავლობაში ლუკა დე სიენას მიერ შემუშავებული მეთოდით მუდმივად ლაივში, ანუ ცოცხლად აკვირდებიან თუ რა ხდება მაგმურ კამერაში. მაგმური კამერა ჯერჯერობით არის ისევ იმ მდგომარეობაში, როგორც იყო და თუ კი მასში რაღაცა ცვლილებები დაიწყება, ამასაც მეცნიერები ცოცხლად დაინახავენ და შეძლებენ მოსახლეობის დროულად გაფრთხილებას. კამპი ფლეგრეის მიდამოებში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. იტალიის მთავრობა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამოფრქვევის საჭიროება არ არსებობს, მაინც ინარჩუნებს საშუალო დონეს საფრთხისას, ანუ ყვითელ დონეს, წითელი დონე უკვე საფრთხე აღარ არის, უკვე კატასტროფა ხდება. და თუ კამპი ფლეგრეის ვულკანობის ესე კლასიკური სტრატოვულკანობის არაფერი ეტყობა და ეს უბრალოდ დიდი კალდერაა, სამაგიეროდ ყველა მხრიდან ამ ადგილას ჩანს უზარმაზარი მთა, რომელიც ალბათ სამხრეთ იტალიის სიმბოლოა და კლასიკური სტრატოვულკანია, ანუ ვულკანი, რომელსაც კონუსისებური ფორმა აქვს, ეს გახლავთ ვეზუვიუსი. ვეზუვი და ეს სახელი ალბათ ყველას გაუგია, ვისაც თუნდაც ახალგაზრდობაში პომპეის და ჰერკულანუმის ტრაგედიის შესახებ სმენია. ქრისტეშობიდან 79 წელს მაბატიეთ 24 აგვისტოს ვეზუვიუსი აფეთქდა და პიროპლასტიკურმა მასამ მრავალმეტრიანი ფენის ქვეშ მოათავსა ორი აყვავებული ქალაქი ჰერკულანუმი და პომპეი. ამოფრქვევას წინასწარ თან ახლდა მიწისძვრების სერია, გაზების ამოსვლა, ჭებში წყალმა გემოიცვალა, ნიადაგში ბზარები ჩნდებოდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს გაფრთხილებად მიიღო და ქალაქი დატოვა. და რა თქმა უნდა გადარჩა. ვინც დარჩა, საუბედუროდ, მათ და საუბედუროდ სამუდამოდ დარჩა და დღეს მათი სიცოცხლის ლაპილში ჩაკირულ წამებს მუზეუმებში უყურებთ. მათ ფსონი ყველაზე ძვირფასზე სიცოცხლეზე დადეს და წააგეს. 2000-ზე მეტი ადამიანი სამუდამოდ დარჩა იმ პოზაში, რა მომენტშიც მათ სიკვდილს ჩახედეს თვალებში. დღეს ამ გიგანტური ვულკანის ფერდობებზე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი და კოლორიტული ქალაქია შეფენილი. ნეაპოლი, ნაპოლი, როგორც იტალიელები ეძახიან, რომელიც თავის შემოგარენიანად 3 მილიონზე მეტ მოსახლეობას ითვლის. გაიღვიძებს ვეზუვიუსი? აუცილებლად გაიღვიძებს. ის აქტიური ვულკანია. თავარი კითხვა როდის და როგორ. ვეზუვიუსის ბოლო ამოფრქვევა 1944 წელს მოხდა. ამ პერიოდში უკვე ამერიკის ჯარები შესულები არიან ნეაპოლში და მათ გადაიღეს ეს ამოფრქვევა. ეს ამოფრქვევა საკმაოდ ძლიერი იყო, მასიური ნგრევაც გამოიწვია, ნეაპოლი ვულკანური ფერფლით დაიფარა, ლავამ ქუჩების ნაწილი დატბორა, შენობების დიდი ნაწილი დაანგრია და სალერნოში, მის ნეაპოლის ერთ-ერთ უბანში დაიღუპა 26 ადამიანი. რომაელი მწერალი და მკვლევარი პლინიუს უმცროსი წერდა: 79 წლის 24 აგვისტოს დედაჩემმა უცნაური ფორმის ღრუბლისკენ მიმანიშნა. ის შეიძლება აღწერო როგორც გიგანტური ფიჭვი.
დადგენილია, რომ ვულკანური ფერფლი 32 კილომეტრის სიმაღლეზე აიჭრა მაშინ და შემდეგ გაიფანტა ატმოსფეროში. წამში 9 მილიონი ტონა გაზები და პემზა იტყორცნებოდა კრატერიდან. შუადღე შუაღამეს დაემსგავსა, ციდან შემდეგ დაიწყო იმ ატყორცნილი ქვების უკან დაშვება და პომპეის და ჰერკულანუმის ბრტყელბანიან სახლებს დაუწყო დაბომბვა. ეს ქვის წვიმა 18 საათის განმავლობაში გაგრძელდა. 17 წლის პლინიუსი დედასთან ერთად სანაპიროზე იდგა და ელოდებოდა ნავს, რომელიც მათ სამშვიდობოს გაიყვანდა, მაგრამ ნავს დაასრო მომაკვდინებელმა გაზმა და პლინიუსი დედასთან ერთად იქვე სანაპიროზე დაიღუპა. დარჩა მხოლოდ ხელნაწერი და მის საპატივცემულოდ აი ესეთი აფეთქებითი ხასიათის ამოფრქვევებს პლინიუსეულ აფეთქებებს, პლინიუსეულ ამოფრქვევებს უწოდებენ. და ისინი განსაკუთრებული დამანგრეველი ძალით გამოირჩევიან. ქვების წვიმის დაწყება პირველი ფაზა იყო და პომპეიდან ვინც არ გაიქცა, მათ რა თქმა უნდა სახლებს შეაფარეს თავი. ზემოდან ჩამოცვენილი ქვები არ დაცემოდათ თავში. მაგრამ მოიხსენებათ სამხრეთ იტალია ნალექების სიმწირით გამოირჩევა, აქ თოვლი საერთოდ არ მოდის და ამიტომ თავს არ იტკიებდნენ ძველი რომაელები, რომ ესეთ დამრეცი სახურავები გაეკეთებიათ და ამან ძალიან ცუდი როლი ითამაშა. საქმე იმაშია, რომ ეს პემზა და ზემოდან ჩამოცვენილი ლაპილი დაგროვდა აი ბრტყელ სახურავებზე, ბრტყელმა ამ სახურავებმა არ ჩამოცურდა იქედან, საბოლოოდ სახურავებმა ვერ გაუძლო, ჩაანგრია და აი სწორედ დიდი რაღაც ნაწილი ხალხისა ასე დაიღუპა, ანუ მოყვა საკუთარივე სახლების ჭერქვეშ. სხვადასხვა რომაელებმა ჭკუა ვერ ისწავლეს, უბრალოდ იტალიელებმა და დღეს ნეაპოლში სახლების უმრავლესობა კვლავ ესეთი ბანის ტიპის ბრტყელ სახურავიანია. ამას უკვე თან მოყვა ყველაზე უფრო გამანადგურებელი პიროპლასტიკური მასა. მე გითხარით, რომ გეტყოდით თუ რას ნიშნავს პიროპლასტიკური მასა. პიროპლასტიკური მასა არის ამოფრქვეული აი ეს სვეტი, რომელსაც მაღალი წნევით თან ამოაქვს ტონობით, მილიონობით ტონა ნაშალი მასალა, მაგმა, გაცივებული აი ესეთი ვულკანური ბომბები და რაღაც მომენტში ახლა ეს გაჯერებულია უკვე, ხო, სადღაც უნდა წავიდეს, სადღაც ჰაერში ვერ იფრენს. რაღაც მომენტში ეს სვეტი თითქოს ჩამოიქცევა და ჩამოიქცევა სად? აი ამ სტრატოვულკანების ფერდობებზე და ამ ფერდობებზე ისინი იღებენ ძალიან მაღალ სიჩქარეს 700-800 კმ/სთ-ში. ეს არის გავარვარებული 900-1000 გრადუსამდე გაცხელებული ქვები და მთელი ეს მასა მომწამლელ გაზებთან ერთად ასეთ სისწრაფით ეშვება ქვემოთ და გზად ყველაფერს ანადგურებს. და გზად მას შეხვდა ორი ქალაქი, ჰერკულანუმი და პომპეი. და სწორედ ამ პიროპლასტიკურმა მასამ ისინი მოაქცია 3-4 მეტრის სისქის ფენაში და დააკონსერვა ქალები, მამაკაცები, ზოგიერთ სახეზე აქ ხელი აფარებული, იმიტომ რომ ისინი თავს იცავენ მომაკვდინებელი გაზებისგან, დედები ზემოდან აწვევიან შვილებს, რომ რაღაცნაირად დაიცვან და ეს ტრაგიკული და მძიმე სანახაობაა, მაგრამ იგი ასევე არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანები ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც მით უმეტეს ასეთ სტიქიასთან გვაქვს ურთიერთობა. ვეზუვიზე 150-ზე მეტი სეისმური სადგურია და უამრავი სხვადასხვა მიმღები და გადამცემი აპარატურა, რომელიც მუდმივ მონიტორინგს უწარმოებს მას და საკმარისია რაღაც შეატყონ სეისმოლოგებმა და ვულკანოლოგებმა, რომ რა თქმა უნდა გააფრთხილებენ ნეაპოლის მოსახლეობას, რომელიც გავა ქალაქიდან. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ვულკანმა მცირე დოზებით დაიწყოს შინაგანი წნევისგან გათავისუფლება. ამ შემთხვევაში იგი უკვე ისეთი საშიში აღარ იქნება. რა ხდება იტალიაში? რატო არის იგი ასე მდიდარი ვულკანებით? საქმე იმაშია, რომ ზემოდან რო დავხედოთ იტალიას, ნახავთ, რომ მის გაყოლებაზე ესეთი საკმაოდ მაღალი მთების ზოლია. მე არ ვლაპარაკობ ალპურ ნაწილზე. აქ ხდება ორი ფილის დაჯახება, ევრაზიულის და აფრიკულის. ეს ორივე გიგანტური ფილაა, ისინი საკმაოდ ძლიერად აწვევიან ერთმანეთს და აფრიკული ფილა იწყებს
ჩასვლას ევრაზიული ფილის ქვეშ. აი სწორედ ამ ხახუნის დროს წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა, ამ ხახუნის დროს ხდება აი ამ ნაწილების, ქვედა ნაწილების გავარვარება, მასთან ერთვის მანტიიდან ამოსული გავარვარებული მასები, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სადმე გამოსავალ იპოვონ და ამ გამოსავალს პოულობენ სწორედ ვულკანებში. დღეს ვულკანები კვლავ ფორმაში არიან ახალი ზელანდიის, ინდონეზიის, ფილიპინების, კამჩატკის, კურილის კუნძულების, იაპონიის ვულკანები, იგივე ალიასკის, ასევე ეტნა, რომელიც როგორც გითხარით, აგერ სულ 2 თვის წინ ამოიფრქვა და კიდევ კარგი მსხვერპლი არ მოყოლია მის ამოფრქვევას. საქართველოს როგორც ალპური დანაოჭების და ოროგენეზის, ანუ მთათა წარმოშობის პროცესში ჩართული რეგიონი, საქართველოს კი არა, მთლიანად კავკასია, რა თქმა უნდა, ვულკანიზმისგან თავისუფალი არ არის. ჩვენ საკმაოდ აქტიური ვულკანიზმის კერა ვიყავით და ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით დღემდე ვრჩებით. კაბარჯინა, მყინვარწვერი, თავკვეთილი, აბული, ტყარშეთი, რა ვიცი, უამრავი ვულკანია საქართველოს ტერიტორიაზე, მათი ნაწილი დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ნაწილი ისტორიულ დროში იფრქვეოდა, მაგალითად ისეთი როგორიც არის მყინვარწვერი. მე ამ საკითხზე სასაუბროდ მინდა მოვიწვიო სპეციალისტი, რომელიც საქართველოზე უფრო მეც მოგვიყვება, კავკასიაზე უფრო მეც მოგვიყვება და გვეტყვის ცხოვრობთ თუ არა ჩვენ რისკის ზონაში. არის კითხვები, რომ თუ არის შესაძლებელი ატომური ბომბის ან რაღაცა მსგავსის გამოყენებით ვულკანების გააქტიურება, მე გეტყვით, რომ თუ ვულკანი წყიფზეა, მას ატომური ბომბით კი არა, ჯოხი რო შეუჩხიკინო, იმითაც გააქტიურებ. მაგალითად, ძლიერი წვიმაც შესაძლებელია ტრიგერი იყოს ამოფრქვევის. წყალი ჩადის მაგმატურ კამერამდე აღწევს, იქ ორთქლად გადაიქცევა, ორთქლის ზრდის წნევას, ეს წნევა აწვება მფარავ ქანებს და ხდება აფეთქება. ასე რომ, თუ წყიფზეა ვულკანი, ისევ ვიმეორებ, შეიძლება სხვა შემთხვევაში ატომური, რაც არ უნდა დიდი ზომის ატომური ბომბი ააფეთქოთ, თქვენ წყალბადის ბომბიც რომ ააფეთქოთ, ეს კოღოს ნაკბენივით არის უბრალოდ დედამიწის ზურგზე. ადამიანებს ნაწილს ყოველ შემთხვევაში კვლავჯერა რომ არსებობენ ბოროტი ქალები და კაცები, რომლებიც მთელი ცხოვრება იმაზე ფიქრობენ, რომ როგორ ამენაერად ხელოვნური მიწისძვრები გამოიწვიონ, კლიმატი შეცვალონ, იქ ვიღაცას რაღაცა ცუდი მოუწყონ და ღამღამობით წყალსასხამენ მზეს რომ ჩააქრონ. ღამღამობით, იმიტომ რომ დღისით დაიწვევიან. სრულიად არ არის ეს არაფერი საჭირო, დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და ამ ჩარევების გარეშეც შვენივრად ახერხებს იმას, რომ ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. შეიწიროს ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ პრობლემას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. იმ ქვეყნებში, სადაც არ შენდება სახლები იმ გათვლებით, რომ ისინი მიწისძვრას გაუძლებენ. არ შენდება შენობები იმ გათვლით, რომ ისინი ღვარცოფის ან მეწყრის ზონაში არ იქნებიან, რომ მათ აშენების შემდეგ რამდენიმე წელიწადში ძირი არ გამოეცლებათ ან პირიქით თავზე რაღაც არ ჩამოემხობათ. საქართველოს მოგეხსენებათ სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ამაზე მე და ჩემი სტუმრები ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე. ლამის ყველა გადაცემაში ვამბობთ, რომ ასეთი თავზე ხელაღებული მშენებლობები, როგორც დღეს საქართველოში მიდის, სადაც მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ ყველგან და ყველანაირი მეთოდით, ერთხელაც იქნება ცუდად შემოგვიტრიალდება. ფრთხილად ვიყოთ და სანამ რომელიმე კორპუსში ბინას ვიყიდით, კარგად შევამოწმებინოთ არა შენებლის მიერ დაქირავებულ სეისმოლოგს ან გეოფიზიკოს, არამედ ისეც, რომელსაც ჩვენ ვენდობით. მე დღევანდელი ვიდეო ძალიან გრძელი გამომივიდა, მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გამიძელით და მინდა გისურვოთ მშვიდობიანი მიწისძვრების, ღვარცოფების და წყალდიდობების გარეშე კვირა. მე ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი საინტერესო მასალებით და არ გადართოთ დარჩით ხაზზე, თუ მოგეწონათ ვიდეო დასვით მოწონების ნიშანი და ასევე გადააზიარეთ იგი
სოციალურ ქსელებში, რათა მეტმა ადამიანმა გაიგოს თუ რა ხდება ჩვენს ქვემოთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.